სისხლისფერ ვარდების რევოლუციით დემოკრატიის ფარისეულურ მოწოდებებზე დიდი ილია რუსთაველის გამზირზე მეორედ მოკლეს. ქართველს ქართველი მოაკოლევინეს მტრების თვალებში იმედის ცეცხლი ანთეს. გაბოროტებულ სულიერ ბოღმას ახალი თაობის ხმები დაადეს. ციხედ გამოკეტილ მამაკაცებზე ცოცხით ღირსების აკრას ცადეს. მემატიანეებს უბრძანეს ევროპა ნაპებს გვაძლევს. სიტყვის თავისუფლებას ხელბორკილები დაადეს. ადამიანის უფლებების გაჩანადებას ევროპულობა დაარკვეს. მესამედ გვაგემეს მიწის წაგლეჯვა. ანწუხელიძე ომში გვიწამეს. მკვდრებს მიწაც არ მიაყარეს, მტრის ამალად დატოვეს. პატრიარქს გვამები გამოაზიდინეს, რუსთაველზე ტრაგედია იზეიმეს. მშობლებს შვილების საფლავის ქვებად უქციეს, დედებს თავები მოაკვლევინეს. გზაზე დადგმული ლამპიონებით სისხლით შეხებეს ასფალტის ფერი, თითქოს ანთებულ შუქების ფონზე ეჩვენებინათ ძალაუფლება ჩვენთვის. თავისუფლების სიმბოლო კაბაჭაცმული კაცები აქციეს. ქრისტეს ჯვარს ამოფარებული ტაძრები მტრის ხატად გარდააქციეს. ქალის და კაცის თანასწორობას უცხო ქვეყნები გვიქადაგიან, როცა ჯერ კიდევ საქართველოში ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია. ჯერ კიდევ როდის გვიწერდა რუსთაველი თანასწორობის მანტიად. შუღლი ჩააგდეს ძმებს შორის, ორად გახლიჩეს ეროვნულობა, პოლიტიკური გახადეს ქართული ერთსულოვნება. ძალაუფლების მოსაპოვებლად ფარისეულურად იბრძვიან, ახალი თაობის გულუბრყვილობით დემონის ხელებს გვიშლიან. მაგრამ გახსოვდეთ მოღალატენო, ქართველის პატრიოტობით კიდევაც დაიზრდებიან ალგეც ლეკვები მგლისანი, ისე არ ამოწყდებიან ჯავრი შეჭამონ მტრისანი.